ფონზე როდესაც დაჩქარებული წესი ძალიან ბევრი კანონპროექტი განიხილება. ამ დროს ბევრი კითხვა არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით, სხვათა შორის ბოლო კვირაში მიმდინარე განხილვებიდან, ხმაურიანი განხილვებიდან, უმეტეს შემთხვევაში ამ კანონებთან დაკავშირებით ავტორი სწორედ საქართველოს მთავრობა გვევლინებოდა. თუმცა კითხვები არა მხოლოდ ამ საკანონმდებლო წინადადებებზე არსებობს დეპუტატების მხრიდან. ამის მიუხედავად მინისტრები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ პარლამენტში მისვლას არადა დღეს უმაღლესი ორგანო ქვეყანაში სწორედ პარლამენტია, რომელიც ზედამხედველობას უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას. არის თუ არა საკანონმდებლო ხარვეზი ამ მიმართულებით თუ კვლავ კეთილნებაზე დადის ეს საკითხი. აი ამაზე და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულებზე ეკატერინე ციმაკურიძე დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი ისაუბრებს საქმიან დილასეთერში. ეკა მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის და გისმენთ. მოგესალმები ანა, დილომშვიდობისა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მინისტრები პარლამენტში არ მიდიან. პერიოდულად საზოგადოებას ესმის ხოლმე ეს ინფორმაცია, რომ მინისტრი დაიბარეს, მაგრამ ის არ მივიდა და რასთან გვაქვს რეალურად საქმე, ეს არის ძალიან საინტერესო. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან მინისტრის საათის ფორმატში პლენარულ სხდომაზე როცა მიდის მინისტრი. დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის გამოცხადება, რაც განსხვავდება პლენარული სხდომისგან პირველ რიგში იმით, რომ ეს უფრო ვიწრო და კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირებული და უფრო სამუშაო რეჟიმია ნამდვილად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის გამოყენება პარლამენტის მხრიდანაც და მთავრობის და თითოეული მინისტრისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პლატფორმა არის, რომ მათ საზოგადოება დაარწმუნონ იმ საკითხების მართებულობაში სისწორეში, რაზეც ისინი მუშაობენ, ხო და რასთან დაკავშირებითაც კითხვები ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში. რას ხედავთ ჩვენ დღეს? დღეს არის პრობლემა ის, რომ პირველი მინისტრებს ძალიან იშვიათად იბარებენ საკომიტეტო ფორმატში. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემა, მაგრამ ასევე პრობლემა არის, რომ იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როდესაც იბარებენ, მინისტრები უბრალოდ არ მიდიან პარლამენტში. შარშან, ანუ საშემოდგომო სესიაზე ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც განათლების მინისტრი დაიბარა საპარლამენტო უმრავლესობამ და ის გამოცხადდა. ესეც ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობის დაბარებულზე მინისტრები ცხადდებიან, მაგრამ ოპოზიციური ფრაქციების ან დეპუტატების დაბარებულზე რატომღაც არ ცხადდებიან. და ამის შემდეგ უკვე სამი შემთხვევა იყო, როდესაც ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ახლა უკვე სულ შემთხვევა იუსტიციის მინისტრი იყო დაბარებული პარლამენტში, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ისინი არ გამოცხადდნენ. აქედან ჯანდაცვის მინისტრის შემთხვევაში ის ორჯერ არ გამოცხადდა, ესეც ნიშანდობლივია. პრობლემა იმაშია, რომ ერთი მხრივ მინისტრებს მისდით დაბარების შესახებ შეტყობინება კონკრეტულ კომიტეტის სხდომაზე, კონკრეტულ დროს მისვლასთან დაკავშირებით და ისინი უარს აცხადებენ რაღაცა მიზეზების გამო, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მინისტრებს როცა იბარებენ, ის უნდა მივიდეს. ესეთი არის საკანონმდებლო მოცემულობა. მეორე პრობლემა, ასპექტი ამ პრობლემის არის ის, რომ აი ხა იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში რაც დაფიქსირდა, ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია იბარებს მინისტრს, ის ანუ პროცედურა არის ასეთი, რომ ის მიმართავს კონკრეტულ კომიტეტს, ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა ევროპული საქართველოს ფრაქციამ იუსტიციის მინისტრის დაბარების შესახებ, მაგრამ კომიტეტი არ უგზავნის ამ მოთხოვნას მინისტრს. ეს კიდე ცალკე პრობლემა არის, ანუ პარლამენტი ცდილობს ხელი შეუწყოს მინისტრებს იმაში, რომ ისინი არ გამოცხადდნენ კომიტეტზე, ხო? ანუ პირველი შემთხვევა, რაც ვთქვით, როდესაც მინისტრს მისდის მოთხოვნა და ის არ მიდის კომიტეტის სხდომაზე, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და იმპიჩმენტის საფუძველიც. მეორე შემთხვევაში უკვე საქმე გვაქვს იმასთან, რომ ანგარიშვალდებულების მექანიზმი აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტის მიმართ არის მოშლილი და ამაში მიზანმიმართულად მონაწილეობს პარლამენტიც. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ რეგლამენტით ერთი კვირის ვადა აქვს განსაზღვრული კომიტეტს, რომ გაუგზავნოს ფრაქციის მოთხოვნა კონკრეტულ მის, ანუ ჩაუნიშნოს კონკრეტულ სხდომაზე კონკრეტულ დროს მოსვლა. მაგრამ ამას ორი კვირა გავიდა და ამას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აკეთებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც უკვე მეორე ტიპის პრობლემა არის, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი არ აკონტროლებს აღმასრულებელ
ხელისუფლებას, თითოეულ მინისტრს და თავის მხრივ ანგარიშვალდებულების მექანიზმი არის მოშლილი. ცოტა უცნაურია ასეთი ქცევა პარლამენტის მხრიდან. ეს მიუთითებს პრინციპში პირდაპირ ვთქვათ სისუსტეზე პარლამენტის როგორც ინსტიტუციის, იმიტომ რომ მთავრობა, როგორც ასე ვთქვათ, მთლიანად ერთობლიობაში და ასევე ცალკეული მინისტრები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ნდობის პარლამენტის მხრიდან გამოცხადებული ნდობის პირობით და ასრულებენ თუ არა ისინი ამ ნდობას, ეს პარლამენტმა ყოველ ჯერზე რუტინულად მათი დაბარებით, მათთან საუბრით, ინფორმაციის მოძიებით, შესწავლით უნდა დაადგინოს. ხო და რა წამსაც აღმოაჩენს, რომ გარკვეული ხარვეზები არ მართლდება ის ნდობა და არ შეიძლება ამ გზით სვლა, პარლამენტს შეუძლია მიიღოს კონკრეტული ზომები, მაგალითად, უნდობლობის გამოცხადების შესახებ და ასე შემდეგ. ან იმპიჩმენტის კონკრეტული მინისტრის მიმართ. ამიტომ არ შეიძლება რომ პარლამენტი რომელიც სხვათა შორის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონ პროექტებს მთავრობის ინტერესშიც უნდა იყოს, ხო რომ მას გასატანი აქვს გარკვეული კანონ პროექტები, მას სჭირდება ბიუჯეტი თავისი გეგმების შესასრულებლად და ეს ბიუჯეტი უნდა დაუმტკიცოს პარლამენტმა და ამ პირობებში მთავრობის წევრები არ ცხადდებიან პარლამენტში იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საკითხზე ანგარიში ჩააბარონ ან კითხვებს გასცენ პასუხი. რა თემატიკაზეც იბარებენ ხოლმე მინისტრებს, შეიძლება არის კიდევაც მრავალფეროვანი და შეიძლება ბევრ საკითხს ეხებოდეს. ამ შემთხვევაში არსებითი არის ის, რომ პროცედურულად უბრალოდ ისინი ამა თუ იმ მიზეზით არ ცხადდებიან ხოლმე, თორემ თემატიკა არ არის აქ გადამწყვეტი, როდესაც საუბრობთ იმაზე, პოლიტიკა არ უნდა იყოს გადამწყვეტი, როდესაც კანონზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კანონი ავალდებულებს განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკური კუთვნილების შეიძლება იყოს მინისტრი ან იმ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში კომიტეტის ხელმძღვანელი თუ ვთქვათ ფრაქციების წარმომადგენელი, მაგრამ სწორედ აქ კანონთან დაკავშირებით ვიღებთ უგულებელყოფილ დამოკიდებულებას პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ხშირ შემთხვევაში სხვა მიმართულებითაც გვინახავს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სხვათა შორის ამაზე პასუხად მინისტრების მოსვლა არ მოსვლაზე დღევანდელი შემადგენლობა პარლამენტის ამბობს ხოლმე, რომ მათ მიიღეს გარკვეული წესი და რეგლამენტში ცვლილება, როდესაც მთავრობა ვალდებული არის გამოცხადდეს საუბარი არის ინტერპელაციის წესზე და სხვა ნაწილებზე, თუმცა აქაც ვნახეთ მაგალითები, რა პრინციპით და როგორ ხდება ხოლმე მთავრობის წევრების მისვლა პარლამენტში და დროის გადანაწილება. ბევრი თვალსაზრისით დაიხვეწა რეგლამენტი, მათ შორის სავალდებულო ნორმები გაჩნდა, ინტერპელაცია კიდე ცალკე პროცედურა არის, მაგრამ პრობლემა ის რჩება, რომ გამოყენება პრაქტიკაში არ ხდება. მინისტრის მისვლა პარლამენტში კომიტეტზე გნებავთ პლენარულ ფორმატში თუ სხვა ინტერპელაციის ფორმატში, ეს უნდა იყოს რუტინა, ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი პარლამენტის და ჩვენ რას ხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ანუ საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების განმავლობაში ერთი მინისტრი მივიდა კომიტეტის ფორმატში და სამჯერ მინისტრებმა უბრალოდ რაღაცა მიზეზებით გამო უარი თქვეს პარლამენტში მისვლაზე. ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს პარლამენტი, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის პრობლემა პირველ რიგში. და დაიწყება უფრო საინტერესო იქნება საქმეზე საუბარი, ვიდრე პოლიტიკური, მათ შორის კინკლაობებიც ამ შეხვედრების ფორმატში. მადლობა ეკას, ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი საუბრობდა საქმიან დილას ეთერში.